მოგესალმებით, მეგობრებო. კიდევ მორიგი ვიდეომდე შევთავაზოთ რა არის კარმა. ვთქვათ, უფრო კარმული ასტროლოგიიდანაც, იმიტომ რომ მე წლების განმავლობაში ვიკვლევდი კარმულ ასტროლოგიას, საერთოდ თავდაპირველად ასტროლოგიაში უფრო კარმულ ეზოთერული კუთხით მოვედი. ჩემი მთავარი ინტერესი იყო ფსიქოლოგიის მიღმა, რომ რაღაც არის დაფარული, რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც უბრალოდ ბავშვობის ტრაუმებიდან შეიძლება არ იხსნებოდეს და კიდევ უფრო რაღაც მნიშვნელოვანი საიდუმლო შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფერში, ხო? მაგალითად, ინდური ფილოსოფია, ზოგადად ვედური ფილოსოფიაც კარმას უკავშირებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს წინაცხოვრებები და შესაბამისად ძალიან დიდი ხნის წინ არის სტრუქტურულად ჩადებული რეინკარნაციულ სისტემაში ჩვენი ცხოვრება. რა ბედი გვაქვს, რატომ ავედით ამ ოჯახში, რატომ ავედით ამ ქვეყანაში, ინდური ფილოსოფიის მიხედვით ეს არის კარმის ნაწილი, ანუ ჩვენ მოვიტანთ წინაცხოვრებებიდან ეს ბედი. მაგალითად, ბავშვი, რომელიც ვერც იბადება, არც იძლევა მის საშუალება, ან მაგალითად არის რაღაც მძიმე მოვლენები ბავშვებთან დაკავშირებით, კარმული ეზოთერული კუთხე ამას ხსნის როგორც წინაცხოვრებებიდან მოტანილი და შეიძლება პირიქით იყოს ეს პოზიტივთან იმ კუთხით არა პოზიტივი უნდა იყოს, მაგრამ მაგალითად სულმა უნდა ისწავლოს გათავისუფლება მატერიისგან, ხო, ეს ძალიან ისეთი ეზოთერული ფილოსოფიიდანაც რო შევხედოთ, ხო? როდესაც მაგალითად მატერიალური დაბადება და თვითონ მატერიალური ყოფა არ არის იმდენად ფოკუსში, როგორც სულიერი განვითარება. ფაქტიურად ახლა ჩვენ უფრო ქრისტიანული სამყარო უფრო სხვანაირად უყურებთ კარმას, ან ჩვენთვის ცოტა ახალი არის, ხო, ჩვენთვის გულისხმობ ზოგადად ქრისტიანულ სამყაროს. ცოტა ახალი არის იმ კუთხით, რომ ქრისტიანულ ეგრეგორს აქვს, რომ ერთხელ ვიბადებით, ერთხელ გვდებით და არანაირი წინაცხოვრებები არ არსებობს, ხო? ეს არის მაგალითად შეიძლება ჩვენ გვქონდეს ქრისტიანობაში უფრო როგორც წინაპრების ენერგეტიკა, წინაპრების ეს დაწურული ესეთ ყურძენი, რომელიც შვილს მოჭრეს კბილს, ხო? ეს იდეა და ეს მოდი ესე ვთქვა, დაზროვნების სტილი რადიკალურად განსხვავდება და ქმნის საერთოდ სხვა ადამიანურ ფსიქოლოგიურ საწყისებს, ხო? იქ გადადის უკვე იმ კუთხით, რომ მე თუ იქ მოდის შემდეგ ეგზისტენციალური კრიზისი, რისთვის ვარ, რატო ვარ, ის არ არის იმ რაც მე მინდა მაგალითად და ამას აქვს თავისი პლუსები, ის რომ მაგალითად ინდურ ფილოსოფიაში როგორც არის ამ ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია მოვდუნდეთ, გავგრძელოთ ცხოვრება როგორც არის და მომავალ ცხოვრებაში გამოვასწორებთ. შესაბამისად შევეგუოთ ყველაფერს და ბედს და არ ვიაროთ წინ ესე მკაცრი ნაბიჯებით. თუმცა აქვს პლუსი ის, რომ მაგალითად, როდესაც არის ბედში პრობლემები, კრიზისები, ამას შეგვიძლია შევეგუოთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს რაღაც კარმა არის, აქ სადღაც დავიმსახურეთ და შესაბამისად ნაკლები წინააღმდეგობა არის, ნაკლები ვთქვათ, დაპირისპირება არის, შინაგანი ამ ყველაფერთან, ხო, მოვლენებთან, ბედთან შეგუება არის. ქრისტიანობა სხვანაირად ხსნის, რომ ბედთან შეგუება ეს რწმენით უნდა იყოს, ხო, რა ღმერთს აქვს თავისი ლოგიკა. ანუ ცნობიერად ეს ძალიან შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ არის ქვეცნობიერი ნაწილი, რომელიც ამის წინააღმდეგ შეიძლება იყოს შინაგანად, ხო? შეიძლება მე ცნობიერად შევეგუო, მაგრამ მე დაავადება დამეწყოს და ვერ ხვდებოდე რატომ, ხო? იმიტომ რომ იქ შენ თუ ცნობიერად შევეგუო, შინაგანად ვერ შევეგუო ყველაფერს. არაცნობიერში, რომელიც საერთოდ ვერ ხედავს და საერთოდ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენში ქვეცნობიერი. ეხლა ცოტა შესავალი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია ვიდეოებს დება 1200-მდე ვიდეო მაქვს დადებული ეზოთერული, ასტროლოგიური კუთხიდან, მაგრამ თუ არიან ხოლმე ახალი მაყურებლებიც, მათთვისაც მინდა, ვისაც არ აქვს ახლა ყველა ეს ვიდეო ნანახი კარმაზე, რასაც ვლაპარაკობ ხოლმე, მათთვის შეიძლება და ეს შესავალი საინტერესო ყოფილიყო. ახლა როგორ არის, ცოტა უფრო სიგრძნულად რო ჩავღმავდეთ, რა არის კარმა? საერთოდ ხო ეს არ არის დასჯა, ეს არ არის სადღაც ის ენერგია, რომ აი ჩვენ ზევიდან სადღაც გვჯიან და იწერება კარმაში ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სატურნზე ბევრი ვიდეოები ჩაწერილი და სატურნი ჩვენთან ძალიან ცოტა ეზოთერული კუთხით კარმის სტრუქტურებთან არის ძალიან კავშირში, ძლიერად კავშირში, იმიტომ რომ სატურნი ის არის თვითონ მატერიაში შემოსვლის ესეთ ვალები, ისე რომ ვთქვათ, მაგრამ აი ცოტა უფრო ღრმად რო შევხედოთ, ახლა გიხსნით კიდევ უფრო სიგრძნულად რა არის კარმა. ჩვენ როდესაც კვდებით მაგალითად, ხო? ახლა მე გიყვებით, იცით, აი
სულაც არ გჭირდება ეზოთერული ან ფსიქოლოგიური ან რაღაც ისეთი მონახვა. აი მაგალითად არის ბავშვი, რომელსაც მშობლები მათ დააკლეს ეს, ხო? ბავშვი ხედავს ამას. მშობლები ამას ვერ ხედავენ, იმიტომ რომ თავის ტრამვებში არიან. ეს უნდა ფსიქოლოგიურ ენაზე რო აგიხსნათ ახლა, ხო? ანუ ისინი ფართო სურათს ვერ ხედავენ და ბავშვი გრძნობს, ოღონდ თავის ტყავით იგრძნო, ხო? ეს უბრალოდ კი არ მოუვიდა მას ეს აზრები. თავის ტყავით იგრძნო, რომ მშობლებს აქვთ რაღაც პრობლემა. მაგალითად, ფსიქოლოგიური ასტროლოგიიდან რო აგიხსნათ, როცა ჩემთან მოდიან პირადი რუკა უნდათ ბავშვზე, რო გააკეთონ, მე აუცილებლად მშობლის რუკასაც ვნახულობ. იმიტომ რომ არაფერს არ მაძლევს მხოლოდ ბავშვის რუკა, თუ იქ დედის ენერგეტიკა არ ვნახე, მამისაც ხოლმე სასურველია, მაგრამ ძირითადად უფრო დედის რუკას ვნახულობ ხოლმე და თუ იქ დედის რუკასთან არ აქვს კავშირი ბავშვს, მაშინ ვნახულობ უკვე მამის რუკას, ანუ ვისთან მოვიდა ბავშვი. ესე ვიძახით. თუმცა დედის რუკა რაში მეხმარება ახლა მე, ხო? დედის რწმენა წარმოდგენები, მისი ტრაუმები, მისი ენერგეტიკული მდგომარეობა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ის უნდა ვნახოთ კარგად, რომ გავიგოთ ბავშვზე რა ახდენს ემოქმედებას, ხო? ანუ მაგალითად, რა აკლია ბავშვს? ეს ყოველთვის ჩანს რუკაში, რა მოგვეცა და რა გვაკლია. და მე მშობლის რუკა უნდა ვნახოთ, ეხლა მშობელს რა აკლია და რას აძლევს ბავშვს იმას, რაც გონია რომ თვითონ აკლია და თვითონ პროექციას აკეთებს და სინამდვილეში ბავშვს ვერ ხედავს ამ დროს, ხო? ისე რო ვთქვა. აი ამ ჯაჭვში რო შევხედოთ, ხო, ბავშვს ესამეცად რაღაცები რო დააკლდა და რაღაცები ტკივილი რო იგრძნო, ამითი დაინახა რომ დედას რაღაცა აკლია, ან მამას, ან ოჯახს, ან საგვარეულოს, ხო? შესაბამისად, როცა ჩვენ რაღაცა გვტკივა, ამით უფრო კარგად ვხედავთ რა პრობლემები აქვს იქ დედას სიტყვაზე, ხო? ან მამას, ან ნათესავებს უნდა ან ბებია-ბაბუას სიტყვაზე, რუკაში ეს კარგად ჩანს. შესაბამისად, ანუ ჩვენ რაღაც რო გვეთკინება ძალიან, ამით ვხედავთ უფრო ფართო სურათით იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გული გვატკინა ბრჭყალებში, რა პრობლემები აქვთ. და შესაბამისად, გვაქვს უკვე ის ენერგეტიკული თემა ჩვენ, ენერგეტიკული რატო გულისხმობთ? ანუ სადღაც ემოცია ტკივილი იკვრება იმ გარემოებაზე. ანუ მე სადღაც დავზარალდი, იმიტომ რომ მეორე ადამიანს არ ეყო ეს სასიყვარულო სფეროშიც იგივე ხდება, მეგობრებშიც იგივე ხდება, ანუ კარმული ჯაჭვები, როცა ეძახიან, ხო, სად შეიკვრა კარმული ჯაჭვები. შესაბამისად, მე როდესაც სერიოზულად სამართლიანად ვიყოთ რაღაცები დამაკლდა, აი უკვე ეზოთერული ენით რო გითხრათ, ეს კარმული ენერგეტიკული სტრუქტურა გადადის ამ ადამიანზე. შესაბამისად, ეს ადამიანი უკვე ეზოთერული ენით რო აგიხსნათ, როდესაც მიდის ამ ცხოვრებაში და რამდენი გვაქვს ესეთი, ხო? სადაც ჩვენ პირადად ჩვენი არასრულყოფილებით, ჩვენი დაუმუშავებელი პრობლემებით და ტრაუმებით სხვებს ვატკინეთ. ჩვენ და უნებურად. ზოგმა ძალიან დიდი დოზით, ზოგმა ნაკლებად, მაგალითად, ხო, აქ უკვე კარმულ ასპექტებს ვეძახით, როცა სატურნი არის, როცა ლილიტი არის, მაგალითად, ეს არის პირდაპირ ადამიანის ენერგეტიკული სტრუქტურა, რომელიც თავზე უნებურად შეიძლება სხვებს ტკენდეს სერიოზულად. და ამ ადამიანის სტრუქტურაში ეს იწერება, ეს ენერგეტიკული ველი. შესაბამისად, რაც უფრო ესეთი ბევრი გვაქვს დაგროვილი, მით უფრო ყველა იმ ადამიანის როლში კარმული ასტროლოგიით თუ შევხედავთ და ზოგადად ინდური ფილოსოფიით შევხედავთ, მოგვიწევს ყველა ამ ადამიანის ადგილზე ყოფნა მომავალ ცხოვრებებში. რომ ჩვენ ტყავზე გამოვცადოთ ეს რა არის, როდესაც ისე გვექცევიან. შესაბამისად, ამ მდგომარეობით ხდება მხოლოდ და მხოლოდ გამოსყიდვა იმ პრობლემის. ჩვენ სხვანაირად ვერ ხვდებით. როდესაც მე მატკენენ გულს, მე უკვე ხვდები რა ქცევა მატკინა მე გული. შესაბამისად, ჩემში ეს ტკივილი უკვე ცხოვრობს და მე უკვე მაინც აღარ მოვიქცევი ესე მომავალ ცხოვრებებში, მე ვიცი ეს რაც არის. ამიტომ აქ ვიძახით ფართო სურათს, როდესაც ადამიანის სული მიდის იქიდან ცხოვრებაში, ის უკვე ძალიან მაღალი სურათით ხედავს, ვისთან, სად, რა ემოციის გამო მას ატკინა. მაგალითისთვის რო გითხრათ, ახლა რაც უფრო ცნობილი ადამიანები რო ავიღოთ, რომელიც არიან ესეთ ძიმე როლში, ლილიტის როლში, ესე ვთქვათ, ხო, ან კარმული ნეგატივის როლში, მაგალითად პუტინი რო ავიღოთ, ხო, ან ეპშტეინი რო ავიღოთ, ორივე ლილიტი ლომები არიან და ყველაზე დარქად აქვთ ეს ლილიტი ლომი გამოვლენილი, თორე ძალიან ბევრი არიან ლილიტი ლომები, რომელსაც არ აქვთ ესეთი პრობლემა, მაგრამ აი ყველაზე მძიმე კარმა რო ავიღოთ, ხო, კარმული ასტროლოგიით. ამ ადამიანებში ნენელა
ხდება რა, რომ ენერგეტიკულად, მე დაიკარგა საერთოდ ინდივიდუალიზმი, მყარი მე დაიკარგა, იმიტომ რომ მათმა ამ პრობლემამ, რომ მათ ჰქონდათ შინაგანი ლომური ენერგიის ნაკლებობა, ძალიან ბევრი ადამიანს, ახლა ძალიან ზედაპირულად ვიყვებით, მოუტანა ძალიან ბევრი ტკივილი სხვა ადამიანებს. შესაბამისად, ეს ნეგატიური სტრუქტურა, ცოტა უფრო ეზოთერულად რო აგიხსნათ, ხო? სული ფაქტიურად იხლიჩება შუაზე და ძალიან ბევრი ინკარნაცია მოუწევთ ნენელა აღდგეს ენერგეტიკულ დონეზე სული, ესე ვთქვათ. ოღონდ სული არა ბირთვის სულის, არამედ ეზოთერიკაში არის ესე, რომ ჩვენ რო დედამიწამდე შემოვიდეთ, სული ძალიან ბევრ სხვადასხვა უფრო ნატიფ სხეულებში ნენელა უნდა განსხეულდეს, ესე რომ ვთქვათ, ხო? და შესაბამისად, თქვათ, თუ კარმული ასტროლოგიით შევხედავთ, რაც უფრო რაღაც ისეთი ნეგატივი გვაქვს გაკეთებული და ნეგატივი რა, ჩვენი პრობლემები ვერ მოვაგვარეთ, ჩვენ არ ვიზრუნეთ განვითარებაზე, უბრალოდ პროცესში ვართ ახლა, იმიტომ რომ არ მეყოფოდა არანაირი ინტელექტი ან ენერგეტიკული სტრუქტურა, ან გამოცდილება არ მაქვს, რომ მე ამ ყველაფერზე ვიმუშაო. უბრალოდ არ მაქვს გამოცდილება. ეს ის კი არა, რომ შემიძლია და არ ვაკეთებ. უბრალოდ არ მაქვს გამოცდილება, ხო, არ მაქვს კარმულად მიღებული გაკვეთილი. ამიტომ, თქვათ, ადამიანი რო ავიღო ძალიან ცხოვრების სრულში, ძალიან დაჩაგრული და უბედური და სხვადასხვა პრობლემებით, ეს კარმული ეზოთერული კუთხით ვეძახით გამოსყიდვის გზას. ჩვენ უნდა ჩავდგეთ ყველა იმ როლში, რაც წინა ცხოვრებებში გაგვიკეთებია, მაგალითად. კარმა ამას გულისხმობს. კარმა კი არ არის აქ დასჯაზე ორიენტირებული, რომ ვიღაცა უნდა ჩემი თავი ვიღაცამ უნდა დაგვსაჯოს, არა. ეს არის შინაგანი სულის ორიენტირი, რომ მე მჭირდება განვითარება. რაც უფრო ჩემი არასრულყოფილება, სხვების პრობლემად იქცა, მით უფრო მე უკვე სხვების ნეგატიურ ველს, რაც მე სხვებს მივაყენე, ეს ორმაგად მაწვება. და ორმაგად პასუხისგებლობას მიზრდის, რომ ჩემი პრობლემა მით უფრო რომ კაფიოთ ჩანს. არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ თავისი ნეგატიური პროგრამები, ოღონდ არავის არ უშლიან ამით ხელს, არავის არ აზიანებენ, არავის არ უქმნიან პრობლემებს, მაგალითად, ხო? ისევ ლიიტი ლომის შემთხვევაში თუ ავიღეთ, ხო, როდესაც ლიიტი ლომი, რომელიც ამ ეგოს გამო თუნდაც თავის თავს ძალიან არ აზიანებს. ხო, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არავის არ აზიანებს, მაგრამ თავის თავს ანადგურებს. აქაც იგივე პრობლემა არის, ხო? იმიტომ რომ ეს არის კოლოსალური აგრესია საკუთარი თავის მიმართ და მე თუ ჩემ თავს ვანადგურებ, იგივე წარმატების სხვასაც გავანადგურებ, რა პრობლემა არის? მე თუ ჩემი თავი არ მიყვარს, ეს სხვა საერთოდ არ დავიწყებ, ხო? ამიტომ ეს ერთ სიბრტყეში გადის. შესაბამისად, ეს არის კარმის კანონების მიხედვით უფრო თვითრეგულაცია სულის. სულს ჭირდება დაბალანსება, თვითრეგულირებს სული ზოგადად და მე სადღაც ჩავეშვები და სიმართლეში ის ჩაშვებაც არის საჭირო, როგორც გაკვეთილი. ეს მე მჭირდება, სულიერად მე მჭირდება, რომ შემდგომ კარმა დავაგროვო, ეს ნეგატივები, რაც უფრო მეტი მაქვს აკრეფილი, რაც უფრო ბევრი ადამიანი გავამწარე, ბევრს გული ვატკინე, ჩემი არასრულყოფილების გამო, მაგალითად, ხო? ჩემი პრობლემების გამო. მინახავს ახლა ადამიანი, როდესაც აქვს მზე შავმთვარესთან ნეგატიურ ასპექტში, ოღონდ დარქად რო ავლენს საკმაოდ და თავისი ეგოცენტრიზმით, მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი დააზიანა და ძალიან ბევრი ადამიანი მოინდურა. შესაბამისად, ის ეგო მისთვის არის უკვე აქილევსის ქუსლი. მას ორმაგად მოუწევს ამის სერიოზულად დამუშავება, სიტყვაზე გეუბნებით, ხო, როგორც ისე მასალათაც რო ავიღოთ, ხო? კარმა მუშაობს ესე, ჩვენთვის არის კარმა როგორც ჩვენი სულის თვითრეგულაცია. რო ვკვდებით ეზოთერული კუთხით, რო თქვათ, სული ხედავს დიდ სურათს და ხედავს რა პრობლემებს ხო შუს რეგრესულ ჰიპნოზზე მე გავლილი მაქვს. წინა ცხოვრებებზე თუ ვილაპარაკებთ, ეს ნანახი მაქვს ერთ-ერთ სადღაც რომელიღაც სხვა პლანეტის ინკარნაციაზე, რო თქვა წავედი სულიერ სამყაროში და დავინახე დიდ სურათში ყველაფერი. შესაბამისად, მე რომ ნახე, რასაც წერდნენ, მივხვდი რომ მართალი არის, იმიტომ რომ საკუთარ თავზე გამოვცადე ეს რაც წერია, მაგალითად, როცა ავდივარ ძალიან მაღალ სურათზე და იქ აღარ არის უკვე
ის გაცნობიერება, აი მე ჩემი ცხოვრება ვნახო ფილმივით, არა. ყველას ემოციას ვხედავ, სადაც გავაბნიეთ ჩვენი არასრულყოფილება. ყველას პრობლემებს ვხედავთ, ყველას განცდებს ვხედავთ, ყველას დანგრეულ ცხოვრებას ვხედავთ. ფაქტიურად ეს არის ძალიან მაღალი კუთხით, მაღალი სართულიდან შეხედვა პროცესებზე. და მით უფრო ვაცნობიერებთ უკვე მთელი შემდეგი ინკარნაციები ეზოთერული ასტროლოგიით რო გითხრათ, იგეგმება ამის მიხედვით. რამდენად მე მაგალითად დავაგროვე ეს მძიმე ემოციები, მძიმე კარმა. რატო არის ახლა დედამიწა ყველაზე კარგი საშუალება კარმის კუთხით, კარმული ასტროლოგიის კუთხით რო შევხედოთ, დასამუშავებელი, ზუსტად ეს ტკივილები, ეს მძიმე ემოციები მუშავდება დედამიწაზე სხეულებრივ დონეზე. ანუ ჩვენ აი ტანჯვას ეძახიან დედამიწას, ხო? ახლა ადრე უპუარესად იყო, ახლა გაცილებით უკეთესია დედამიწაზე ცხოვრება, ვიდრე შუა საუკუნეებში სიტყვაზე, ხო? და იმის იკითხო საერთოდ. მან საერთოდ ცხოველურ დონეზე იყო ადამიანი, გადარჩენაზე იყო ორიენტირებული შესაბამისად, ახლა ჩვენ რა თემებზეც ვლაპარაკობთ, ახლა უკვე თამამად. ამ თემებზე მხოლოდ ქურუმებს და ძალიან ისეთ მაღალ, ძალიან ვიწრო ჯგუფს შეეძლო ამდენ თემაზე ეფიქრა, ხო? იმიტომ რომ მაშინ იყო უბრალოდ ჩვეულებრივად გადარჩენისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ეხლა როდესაც ბევრად უკეთესი არის ჩვენი ცხოვრება, დაფიქრების კუთხით, ეხლა გვაქვს უკვე შესაძლებლობა, მაგალითად, რომ ეს კარმა გამოვისყიდოთ ბევრად უფრო მარტივად. სხვა ტექნიკით, სხვა მეთოდებით, ფსიქოლოგია მაგალითად ძალიან კარგ ინსტრუმენტებს გვაძლევს, როგორ ვიმუშაოთ ჩვენ ნეგატიურ კარმასთან. მე მაგალითად ვიყინებ როგორც ქრისტიანობას, ფილოსოფიური კუთხით, ისე ინდურ ფილოსოფიას მაგალითად იმ კუთხით, აი კარმის არსებობაზე, თუნდაც, როდესაც ახლა ასტროლოგიაში გავახდეთ, რომ გითხრათ, ეს ძალიან კარგად ჩანს. რა აქვს კარმული ნეგატივი ადამიანს, შეიძლება ან საკუთარ თავს ავნოს პოტენციურად, ან სხვებს ავნოს მაგალითად, ანუ დაიგროვოს ნეგატიური კარმა, ან გამოისყიდოს ნეგატიური კარმა. და როგორც წესი, აი პირველ დონეზე მე რასაც უყურებ ხოლმე, ხო, შეიძლება ადამიანს ძალიან განვითარებული ეგონოს თავის თავი, ძალიან სულიერი, ყველაზე საშიში მდგომარეობა, ეს სულიერი სიამაყე, ესე რომ ეძახით ხოლმე, ხო? ყველა საშიში მდგომარეობა იმ კუთხით, რომ ეს არის, რომ მე უკვე აღარაფერი არ მჭირდება, მე კარგად ვარ, მე სრულყოფილი ვარ, ხო? ან მე ღვთიურ ენერგიებში ვარ. ყველაზე დიდი ილუზია. სხვადასხვა ამ თემაზე მინდა ახლა ერთი ჩარტო გითხრათ, ხო, წელზე იცით რომ მე ხშირად ვახსენებ ხოლმე ვლადიმერ ბენაიძის ბიოენერგეტიკოს და ძალიან მოყვარს ეს ადამიანი პირველ რიგში და მეორე კუთხით ახლა გუშინ მქონდა რამდენიმე საათიანი საუბარი, ესე საუბრობთ ხოლმე ჩვენ და აი იცით როგორი საინტერესო მამჩემ სტოლა არის თან და ძალიან ისეთი ერთ ენაზე ვსაუბრობთ რა და წინაზე მეუბნება ერთ ძალიან საინტერესო გუშინ საუბრობდით და ესე იგი მივდიოდი თან ციხისძირში და რა დამირეკა გავდიოდი სახლიდან. ავედი სახლიდან მანქანით, წავედი მაღაზიაში, ვიყიდე საჭმელები სამგზავროდ, ესე რომ ვთქვათ, წავედი ციხისძირში, გავედი სანაპიროს კიდევ ლაპარაკობდით. მთელი გზა ვლაპარაკობდით, მაღაზიაში ვლაპარაკობდით. მთელი გზა ვლაპარაკობდით და რო ჩავედი უკვე მეთქი, მოდი შეეხა უკვე ზღვაზე უნდა შევიდე, წერცხელა. და აი ძლის მოვწყდი იმდენად საინტერესო თემები მითხრა და აი გაგიზიარებთ რა თემაზე იყო ჩემთვის კიდევ უფრო თვალის ამხელელი იყო მისი მნიშვნელოვანი სიტყვები. როდესაც მეუბნებოდა, რომ რაღაც თემაზე ვთხარი, რომ აი რამდენიმე ადამიანზე, რომელსაც დახმარება უნდათ კითხოს თუ მე მეწოდებოდა და ვიგზენი მეთქი, რომ მათგან აი იყო თითქოს უფრო ენერგია გამომაცალეს, ვიდრე დავეხმარე მეთქი მათ თქო და ძალიან საინტერესო რაღაცა მითხრა, ამ დროს ეს ძალიან ბევრჯერ მაქვს დაკითხულიც და ისე თუ ისე ვიცოდით. ანუ როგორ რაღაც არის იცით, აი ცოტა საცთურივით, აი როდესაც სულიერ აი კურნალებს რო ვლაპარაკოთ ხოლმე, ხო, ეს სულიერი კურნალები, ან ესოთერული კურნალები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ.
მან ერთი ძალიან საინტერესო ბოდიშით. ერთ საინტერესო რამ იმალებ. აი რა უთხარი, რომ აი მე შემეცოდა ადამიანი, ანუ მიყვება, რომ ძალიან ცუდად არის, ძალიან დიდი პრობლემები აქვს. მე მართლა შემეცოდა მეთქი რა და რაღაცნაირად მინდოდა დავხმარებოდი. ან რუკით, ან ტრანზიტები მენახა, ანუ ავღელდი შინაგანად და მინდოდა დახმარება და აქ ვიგრძენი მეთქი, რომ ანუ მე რო წამოვიდე, ვერ ვიყავი კარგად. ნუ ვიგრძენი აშკარად მისი ენერგეტიკა თქო. და გამიკეთა დიაგნოსტიკა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ყველა საინტერესო იყო, ნუ რეალურად ეგრე იყო, მე ჩაიხსნა ეს მიჯოჭოლობა, იმიტომ რომ მეც გავაცნობიერე ეს, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე და ყველაზე დიდი არის რა მან, რომ დახმარება გვინდა ვიღაცის თუნება. აი ძალიან ქვეცნობიერ ენერგეტიკულ სტრუქტურაში ჩანს როგორც ყოვლის შემძლეობა, რომ მე შემიძლია ავიღო ჩემ თავზე, რომ მე მას დავეხმარო. ანუ სადღაც ეს არის როგორ გითხრათ, არაცნობიერად თქონდა, აი ხო ადამიანური არის, რომ ჩვენ ვიღაცები გვეცოდება, გვინდა რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ, დავეხმაროთ, მაგრამ აქ არის არაცნობიერად უპირატესობის განცდაო. და აქ არის საცდური. ამას ჭირდება მონანიებაო მერეო. და აი აქ რამდენჯერმე წამიკითხავს, ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს, ხათშორის ეს ჩვენი თქვა წმინდანებიც სულ ცდილობდნენ არ გამოემჟღავნებინათ თუ რამე უნარები ქონდათ. დაემალათ ეს, რატო იყო, იმიტომ რომ ის იყო საცდური. და შესაბამისად ჩვენ როგორც ადამიანური მასში ვართ, სხეულში ადამიანური ეგო გვაქვს. არაცნობერ დონეზე ხდება ხა. ამ დროში ხო უნდა გვეცოდებოდეს ადამიანები ხო ვითომ ეს სხვა არის, რომ მე შემიძლია თუ მომცემ სამყარო ამის უფლებას, ანუ მანდაც უნდა ჩვენ გავაცნობიეროთ, ხო? რომ ჩვენ სადღაც თუ შემიძლია, ანუ მე გავაკეთებ რაც მეხება, ხო? თუ ეს არის ღმერთის ნება. დაეხმარება ამას თუ არა, ხო? ანუ უნდა იყოს ძალიან სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, როდესაც ეს ცოტა მიამიტური დამოკიდებულება არის ამ ყველაფერზე, რომ აი მე დავეხმარები, მე გამკურნავ, ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება იყვნენ ეს ენერგეტიკული მკურნალები, ხო? იმიტომ რომ აი როდესაც ახლა მაქვს ასტროლოგიური სკოლა და ახლა დამეწყო ძალიან საინტერესო ესეთი მაგარი ჯგუფი აღმოჩნდა. კიდევ ერთი ძალიან 6 საათიანი ერთი ლექცია გქონდა უკვე. და მანდაც ვისაუბრეთ ზუსტად ამ მკურნალობაზე, იმიტომ რომ ასტროლოგიას ხსნი ხოლმე თქვათ სამედიცინო კუთხითაც როგორ არის, ეზოთერიული კუთხითაც როგორ არის და აი მანდაც ძალიან ისეთ ვრცელად ახლა იქ ისეთ რაღაცებს ვამბობ ჯგუფში, რასაც საჯაროდ არ ვამბობ ხოლმე გარკვეული მიზეზების გამო. და აი ამ ფრაგმენტს გაგიზიარებთ, სულიერი მკურნალობა რატო არის უფრო სახიფათო. სულიერს გულისხმობ ენერგეტიკული მკურნალობა, იქ ნუ ფსიქოლოგია კიდე ასე თუ ისე ოკეია, მაგრამ აი სხეულზე მკურნალობა, სხეული არის მაინც მატერია. ვთქვათ, ექიმთან რომ მივდივართ, იმ ექიმს აქვს კი პასუხისგებლობა სერიოზული, იმიტომ რომ მაგრამ ის რაღაც ეგრეგულზე არის მიჯაჭვული. სამედიცინო ეგრეგულზე, ანუ სტრუქტურაზე, ის არ ქმნის ამ სტრუქტურას, ხო, თვითონ რაღაცნაირად ემსახურება სისტემას, რომელიც გამოკლეული არის, რომელიც დაცული არის რაღაცნაირად, რომ დიდი შეცდომები შეიძლება არ გამოგივიდეს, ანუ რაღაცას გაიდლაინებს მიყვებიან, მოკლედ რომ ვთქვათ. აი, ენერგეტიკა, ეს არის უკვე ადამიანის ძალიან პირადი სივრცე და ენერგეტიკა ჩვენი არის გარკვეულწილად სულიერ ენერგიაზე მიბმული. სხვა სამყაროებში გადის უკვე ჩვენი ენერგეტიკა. ეს მარტო მატერიალურ სამყაროში აღარ არის. შესაბამისად, იქ რო შემოდის ადამიანი, იქ სერიოზულ რაღაცებს ეხება. ამიტომ სხვათა შორის იგივე უწერია ლაზარევსაც. და ეხლა გამახსენდა ადრე მაგ წაკითხული ლაზარევსაც, რომ აი მე შევეშვიო დიაგნოსტიკებსო და მკურნალობას, ენერგეტიკულ მკურნალობასო, იმიტომ რომ მან უკვე ძალიან დიდ შრეებში შევდივართო, ღვთიურ ენერგიებში შევდივართო და შესაბამისად ეს იქ უკვე პატარა შეცდომაც ან თუნდაც ჩვენი ენერგეტიკული არასრულყოფილება, ხო, რომ სადღაც ხა ჩვენ ხო ვერ ვხედავთ შინაგანად როგორ მდგომარეობაში ვართ ენერგეტიკულ მდგომარეობაში და ძალიან დიდი საცდური არის მანდ. და მე მაგალითად გაცილებით უფრო მარტივად შეიძლება წავშთი ექიმთან, მაგრამ ძალიან ფრთხილად მოვეკიდები ეზოთერული სფეროს წარმომადგენელს, ხო, რა ენერგეტიკა აქვს, მაგალითად როგორ მუშაობს, ოღონდ იმ კუთხით, რომ ესე უშუალოდ ის
წმინდავდეს ენერგიას. ახლა აქ თუ ჩვენ რელაციური კონტაქტი გვაქვს, თერაპიული კონტაქტი გვაქვს და ამ თერაპიულ კონტაქტში მეხმარება ადამიანი, მე გავაცნობიერ, რომ ჩემ პასუხისგებლობა ჩემ ხელში ავიღო. მე ჩემ ენერგეტიკაში მეთქნო ვიქექო სიტყვაზე და არა ვიღაცამ მომაცილოს რაღაც ნეგატივი. აი აქ ძალიან ოკეი არის. ანუ აქ სერიოზული დახმარებაც არის, მაგრამ თუ ადამიანი ახლა არ უნდა ეს შეიცვალოს და ჯიუტად დგას, პოლია ესეთი ხალხის, გარშემოც სანათესაო იქნება სიტყვაზე თუ დედმამიშვილები თუ ასე შემდეგ, არ უნდა შეცვლა ადამიანს, უბრალოდ ხარ მასთან გვერდში. აქ უკვე საახლობლოზე ვლაპარაკობ, ხარ გვერდში, არ ცდილობ მის შეცვლას, არ ღიზიანდები, ეს მისი თავისუფალი ნებარი, უბრალოდ ხარ მასთან სიყვარულით, გრძნობით და მხარდაჭერით, ხო? ესე რომ ვთქვა. და აი აქ ხა ვლადიმერს რო დაუბრუნდე, ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა, რომ აი აქ შენი ცდუნება, რომ შენ შეგიძლია ხედავ პროცესებს, ხედავ ამ ადამიანს რა პრობლემები აქვს, შესაბამისად გინდა დაეხმარო, გინდა დაანახო. ამ დროს მას არ აქვს ის კარმული განვითარება, რომ ის დაინახოს. არ აქვს გამოცდილება კარმული. შესაბამისად არის კარმა ორნაირი. ერთი არის ღრმა დარტყმებით. როდესაც ჩვენ ხა ყველას გვაქვს ეს გავლილი, როდესაც სერიოზულ დარტყმებს ვიღებ და მაინც არ ვიცი რა და მემართა ხალხი რო არის, ხო იცით, სულ რო დარტობენ, უიღბლოები ვარ, თქო, ვერცი არიან გაბრაზებული, სამყაროზე არიან ადამიანებს და ესე მოკვდებიან, ესე გაბრაზებულები. ეს გაბრაზებულობა სინამდვილეში კარმის სტრუქტურებს თუ შევხედავთ, არის უარყოფა. მე არ მინდა არაფერი დავინახო, მე არ მინდა დავინახო, რომ აქ მე უნდა განვითარდე. ანუ რაღაცეებზე ვარი უნდა ვთქვა, რაღაცებში უნდა ჩავიხედო უფრო სიღრმისეულად. აი აქ მე მინახავს ადამიანები, რომელიც ცოცხალი თავით არ უნდათ რომ რაღაცა დაინახონ. აი ცოცხალი თავით, იმიტომ რომ ამაზე დგანან ილუზორულად, ამას ეჭიდავებიან. აი მაგალითად მინახავს ხა ისე გამომდის, ისევ ლიტილოვი დავახსენო, ოღონდ ისე სანაცნობოში მქონდა ეგეთი რამ, რომ ადამიანი ცოცხალი თავით არ იღებს იმას, რომ არის ჯიუტი და არავის არ უსმენს, არავის არ ენდობა, ანუ გონია რა ყველაფერი თვითონ უკეთესად იცის. აი ამ ნაწილს არ თმობდა და მთელი მისი კარმული ნეგატივები, ყველაფრის ჩამოშლა, აქედან გამომდინარე არის. და თან არც აი ოდნავ თუ გაქვს მცდელობა, რომ აგრესიას იღებ, ანუ არ უნდა ამაზე. შესაბამისად ასეთ დროს კარმა უკვე იწყებს მუშაობას. კარმა რა არის? მისი თვით რეგულაცია სულის, თვითონვე იზიდავს იმ პარტნიორებს, რომელიც არ გამოადგება, თვითონვე მოიზიდავს იმ საქმეს, რომელიც ჩაუვარდება, თვითონვე მიიზიდავს სერიოზულ ნეგატიურ წყევლა, ჯადო, მთელი უბედურებები, რომ დაანგრიოს მისი ეს ეგო. ამ დროს ჯადოზე რო ლაპარაკობ, წყევლაზე რო ლაპარაკობ, მას დამანგრეველი ნეგატიური სტრუქტურა აქვს, მაგრამ არაცნობიერ დონეზე, უფრო სულიერ დონეზე. ის ჩვენ გვეხმარება დავანგრიოთ. ის ეგო, რაც არის ცრუ და აშენებული გვაქვს არასწორად რაღაცეებზე, ხო? დღეს ამას აქვს თავის სატურნის პერიოდები, რაღაცები, რომელიც განსაკუთრებით ეს კარმული ენერგია მთელი თავისი ძალით მუშაობს. ხოთი შორის ასევე აი სადესაწის პერიოდს როცა ვიძახი, ძალიან ხშირად, როცა ვლადიმერთან მისულან დიაგნოსტიკაზე, ყველაზე მეტი ჯადო, წყევლა, თვალი, ყველანაირი უბედურება, განსაკუთრებით სადესაწის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტი იყო. ანუ ის სატურნის პერიოდი, რომ გაჩერება, არის დაზიანება ცხოვრების, ხშირად, ახლა ყველას არ აქვს, ზოგს პირიქით ისეთ წარმატებებიც გქონიათ სადესაწის პერიოდში. ოღონდ უფრო ხშირად არის ხოლმე პრობლემები და აღმოჩნდა, რომ აი ჩემი დაკვირვებით, რომ ყველაზე ნეგატიურ პროგრამებს იზიდავს ადამიანი მაგ დროს. ანუ ის სიტუაცია, სადესაც რაც აქვს სატურნის დიდ პერიოდს, 7 წელნახევრიან პერიოდზე მაგ აქვს საუბარი არა სატურნის დაბრუნებაზე, დავაზუსტებ მაინც. როცა არის საუბარი, რომ მაგალითად მთელი ცხოვრება უნდა ჩამომეშალოს სადღაც ან გაჩერდეს უბრალოდ, ხო? აი სადღაც გავჩერდე. ამას ჭირდება ენერგეტიკული სტრუქტურები, ანუ რაღაცები უნდა ჩაიკეტოს. ბედი, გამართლება, რაღაცები. აი ეს რო ჩაიკეტოს, ჩვენ ამივიზიდოთ ნეგატიური სტრუქტურები. ისე არ ჩაიკეტება. და განსაკუთრებით მათ მუშაობს სადესაც პერიოდში აი ეს წყევლა, ჯადო, თვალი და ეს ნეგატიური პროგრამები, რომელსაც მაგ პერიოდში განსაკუთრებით ვიზიდავთ და აქტიურდება.
როგორც კი გადის სადესაც პერიოდი, ეს ასე თუ ისე ცოტა თავის გაკვეთილს მოგცემს და ნუ რა წასასვლელია მიდის და თუ არ შევიცვალეთ და თუ არაფერი ვერ გავიგეთ, მერე ისევ ჩვენში რჩება, ხო, როგორც ენერგეტიკული სტრუქტურა. ამიტომ მე რასაც ვაკურდები ხოლმე სადესაც პერიოდში განსაკუთრებით მუშაობს ენერგეტიკული ძველი ეზოთერიკით რო გითხრათ დაბინძურებას ვეძახით. ამიტომ მას აქვს ძალიან კარგი თავისი მიზანი. ცოტა უკვე სულიერი ლოგიკით რო გითხრათ. კიდევ ერთ საინტერესო მითხრა ვლადიმერმა, რომ ყოველთვის როცა ესეთი ემოცია მაქვს, მეწოდება ვინმე, მინდა დავეხმარო, მონანიება რას ნიშნავს? მივხვდეთ, რომ გადავაბაროთ სხვის ხელში, ღვთის ხელში, მთავარ ანგელოზები, ასე შემდეგ ამ ხალხის, ამ სულიერი არსებების ხელში გადავაბაროთ ის, რაც ჩვენ არ ძალგვიც. ეხლა ყველაზე მთავარს გეტყვით. ეს ვლადიმერმა რომ მომიყვეს ყათა შორის ერთი 15-20 წლის წინ შტაინერთან მაქვს იგივე წაკითხული და მე ვლადიმერი რო იკვლევდა თვითონ თავის დიაგნოსტიკაში იგივეს მეყვება რაც მე წაკითხული მქონდა შტაინერის წიგნებში ოღონდ კიდე უფრო სიღრმეში წავიდა ვლადიმერი აქ რასაც მეყვებოდა და იყო ესეთი რაღაც მეუბნება რომ საერთოდ რაც შევატყვეოთ რომ და მე ამაში ძალიან დიდ ლოგიკას ხედავ, ახლა გაგანდობთ, თქვენც თუ დაგაინტერესებთ. როდესაც ერთ ადამიანს უჭირს. და ნუ არის ძალიან ცუდად, ხო? ყველა ადამიანს ყავს განამარტო მფარველი ანგელოზი, მთელი დასი მთავარ ანგელოზების. ოღონდ შეიძლება ეს მთავარ ანგელოზების ქერუბიმები, რაც არის ქრისტიანობაში, ის მთავარი უმაღლესი დასი, სულიერი უმაღლესი დასი აი რელიგიაში თუ არის რომ ერთი გაბრიელია, ერთი მიქაელია. აი შტაინერი ამბობდა რომ თურმე არის დუპლიკატებიო ამ ყველაფერს. ანუ ყველას ყავს ეს იერარქია თავისი. ანუ არა მარტო მთავარ ანგელოზები, ანუ მფარველი ანგელოზები, არამედ მთელი დასი. ოღონდ როდესაც ადამიანი ძალიან დაბალ სტრუქტურებში არის, ის არ აქტიურებს ამ უმაღლეს ენერგიებს. და შეიძლება ყველაზე მაქსიმალური მფარველი ანგელოზის დონე იყოს აქტიური მის ენერგეტიკაში. თუ ის იხმობს მაგალითად უმაღლეს დასს, ესე რომ ვთქვათ, ეს უმაღლესი დასი მაინც რუნავს, ან მაგალითად გარდაცვლილი ნათესავი არის სადღაც ნათელში, ის თხოვს გვარის დაცვას თავარ ანგელოზებს, რომ დაიცავით ეს ჩემი ნათესავი, რომელსაც აქვს პრობლემები, ვიღაც ბებია იყო, ვიღაცა იყო ისეთი, რომელთანაც რაღაც ნათელი კავშირი ჰქონდა. ეხლა ეს ვლადიმერის ინფორმაციებს გიყვებით. აუცილებლად ჩავწერ მას ამ თემაზე შემდგომ თბილისში რო ჩავალ და შემდეგ ეს ენერგია რო უნდა რომ მე დამეხმაროს, იმიტომ რომ სადღაც ჭაობში ვარ. იზიდავს ვიღაცას, მაგალითად, მე სიტყვაზე ან ვიღაცა თებრონეს სიტყვაზე, რომელსაც უფრო მეტი ენერგეტიკული ველი აქვს. სიხშირე აქვს, კარგი ენერგეტიკა, კარგი საკვებია, ესე რომ ვთქვა და დაეხმარე ეუბნება სულიერ სამყაროდან მის მთავარ ანგელოზებს, ან მას პირდაპირ რომ დაეხმარე ამ ჩემს ახლობელს. ზოგჯერ ფიზიკურ დონეზე ხდება და შეახვედრებენ ხოლმე მთავარ ანგელოზები, ესე რომ ვთქვა, კონკრეტულ ადამიანს. რომ მიეხმარე ამ ჩემს ნათესავს. აქ როგორ რაღაც ხდება, იცით, რომ კი, მე შევხვდი, შემეცოდა, ვცდილობ დავეხმარო, როგორ დავეხმარო? იყენებენ ჩემ აურას, ჩემს ენერგეტიკულ ველს და გაედინება ჩემგან ენერგია. რეალურად ვეხმარები მე ამ ადამიანს, ოღონდ ვეხმარები ძალიან არასწორად. სიტყვაზე, ანუ სწორად იმისი გადასახედია, მაგრამ მე ვზიანდები ამ სიტყვაზე, ხო? ანუ იცით როგორ დიალოგში ესეთი რაღაც უთხარი ვლადიმერს, რომ ანუ რა გამოდის მეთქი, რომ ყველა უმაღლესი არსებები ზრუნავენ თავის ქვეშევრდომზე, ესე რომ ვთქვათ და მე მათ არ მაინტერესებ. ანუ როგორც რომ გამომიყენონ, ესე მიყურებენ. ნუ ესე გამოდისო ფაქტიურად. ნუ შტაინერსაც ესე აქვს დაწერილი, რომ ნათელ ენერგიებს ნუ იქ კიდე ცოტა სხვანაირად არის, რომ მათ არ აქვთ, ისინი უბრალოდ იმპულსურად რეაგირებენ, არ აქვთ ლოგიკა, პრაგმატიზმი, გონება და ასე შემდეგ, ის საერთოდ სხვა სტრუქტურის ენერგიები არისო. და აქ სადღაც, იცით როგორ არის, მე თუ მზად ვარ, ჩემი ენერგია გავანიავო, აუცილებლად გამომიყენებს რაღაც ძალა ამისთვის, რომ შემოხვედროს ვიღაცას, ვიც ასევე გამომიყენებს ამ ჩემ ენერგიას, იმიტომ რომ იმას მინუსი აქვს სიტყვაზე. ესე იგი, მან რა ხდებაო, მე ვლადიმერი ამბობს, რომ შენ შეხმიანო შენ ნათელ ძალებს და ვიცავით,
ჩემთვის დამაზიანებელი არასასურველი ზემოქმედებისგან. ხარშევით ამაში წარი ლოგიკა, ხა თითქოს ძალიან შორს წავედი, მაგრამ კარმულ სტრუქტურებში რო შევხედოთ, ხო? აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მე თუ მაქვს შინაგანად არასწორი ხედვა დახმარებაზე, ჩემი ენერგიის განიავებაზე, აი ეს მთელი სისტემა დატრიალდება არც ისე სასარგებლო ჩემთვის. ამიტომ აქ ცოტა უკვე ეზოთერული სამყარო, ეხლა მე რასაც გიყვებით, ხო? თუნდაც ვლადიმერზე რომ მოგიყევით, ეზოთერულ სამყარო ამას ესე ამბობს, ხო? რომ არის ცოტა უფრო ნატიფ სამყაროებში ძალები, ენერგიები, რომელიც ჩვენ აურაზე ჯდებიან. და შესაბამისად მოდის ნეგატიური პროგრამა რა არის? ყევლა, ჯადო, ეს ყველაფერი ეს არის ნეგატიური პროგრამა, რომელიც ზემოთერში აურულ დონეზე კავშირი არის სხვა ენერგიასთან, მას მანძილიც არ ჭირდება, მას შეიძლება არც ვიცნობდეთ საერთოდ, უბრალოდ ერთი ენერგია იყოს ჩვენთან აურულ დონეზე ნეგატიურ კავშირში და მე იმ ენერგიას სულს მოყვება იქიდან ანიშმაკები ეს ეძახის ვლადიმერი მაგალითად, დემონური არსებები ეძახის ეზოთერიკა ამას, ხო? და მე შეიძლება მე გრძნობდე რომ რაღაც არის მძიმე ენერგია ამ ადამიანში სიტყვაზე ჩემთვის. და ეს მძიმე ენერგია არ გადმოვიდოდა თუ მე კარებს არ გავუხსნით. და კარების გახსნა ერთ-ერთი რა არის შემეცოდა. კარების გახსნა არის მე ვუსმენ მას და ამ დროს არ მინდა მოსმენა. ანუ ჩემს საზღვრებს მე თუ არ ვიცავ და აქ ფსიქოლოგიაში გადავდივართ. ფსიქოლოგია ხა ესე ვერ ხედავს აქ რო არის დემონური ძალები და იმისი თავრანგელოზები ჩემთან შემოდიან. ანუ ეს არის საერთოდ უხილავი დაფარული, არავინ არ იცის ნამდვილად ესეა თუ არა სიტყვაზე, ხო? მაგრამ ესე ამბობს ეზოთერული სამყარო და ამას ბევრი ეზოთერული მკვლევარი ძველი შტაინერი იქნებოდა სხვა შორის ანა ბეზანტი, ჩარლზ ლედბიტერი, ბევრი სხვა თანამედროვეებიც უკვე ეს ხა ძველი საუკუნეა, ვინც ვახსენე. მაგრამ თანამედროვეებიც ამასაც იკვლევენ ესე და ამბობენ. ვინც ახლა რეგრესულ ჰიპნოზზე მუშაობს, ან მონაწილე იყო ამ ყველაფრის, ისინიც ხედავენ ამას ენერგეტიკული სტრუქტურა როგორ არის. აი ფსიქოლოგიაში ეს არის საზღვრების ცნებით, რომ ჩვენ თუ ჩვენ საზღვრებს ვიცავთ და თუნდაც ესე ვიცავთ, შეცოდება არის ტოქსიკური ემოცია, იმიტომ რომ მე თუ ვიღაცამ ეცოდება, ეს არის თან ის რომ მე სადღაც ან ზევით ვარ, ან მეტი ძალაუფლება მაქვს, ან მეტი შესაძლებლობა მაქვს, ან ქვეცნობიერად იგივეს ამბობს ფსიქოლოგია, რასაც ეზოთერიკა ამბობს, ოღონდ ცოტა სხვა სიტყვებით. და რელიგიაც მსგავსად აღინიშნავს, ეს არის რაღაცა კუთხით ცოდვა. ხო, აი ეს მაგიტომ რაც გითხარით, ახლა სულიერი წინამძღოლები ყოველთვის ცდილობდნენ არ ეთქვათ, აი მაგალითად შენმა მარჯვენამ რაც გააკეთა, შენმა მარცხენამ არ უნდა იცოდესო, ხო? ეს ცნებები მაგასთან არის დაკავშირებული. ყველაფერთან რომ არ მოხდეს ცნება. ოღონდ იმიტომ არის ეს ცნება, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, სწორედ თუ ვიცი რომ ეხა ცნება არის, ეხა რაღაც ცნება გამოდის, ხო? ესეთი. ამიტომ ძალიან ღრმა აზროვნება გვჭირდება, ძალიან ფართო ხედვა გვჭირდება ამ ყველაფრის დასანახად. და აი ამ მთელ პროცესებს, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას ხედავს ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი სულის თვითრეგულაცია, მე ამის მიხედვით გეგმავს მომავალს ენერგეტიკულად, მომავალ ინკარნაციებს. აი ეხლა ჩვენ როგორ ცხოვრობთ, როგორ რეაგირებთ, თუ აბსოლუტურად ბრმები ვართ და მივყვებით ცხოვრებას ისე, რომ ეხლა მე რაზეც ვლაპარაკობ, საერთო წარმოდგენა არ აქვს. ახლა არის ხალხი, რომელიც ფსიქოლოგიაზე ამბობენ, რომ სისულელეა და არ არსებობს, ხო? ანუ ხა ეზოთერიკაზე უკვე აღარც არის ლაპარაკი საერთოდ. შესაძლოა თუ არის ესეთი ზემატერიალისტური ხედვა და მატერიალიზმი იმას კი არ გულისხმობს, რომ პრაქტიკული იყოს მხოლოდ ადამიანი, აქ გულისხმობს იმას, რომ რომელიც ემოციას ვერ ხედავს, შიდა შეგრძნებები აქვს დაბლაგული, ხო? ანუ მარტო ტვინში ცხოვრობს ადამიანი ცივ ლოგიკაში. აი ეს არის მატერიის ყველაზე დესტრუქციული გამოხატულება. აქ არ არის მატერიალიზმი, აქ არის პირიქით უფრო გადარჩენის ინსტინქტები, ცხოველურ ინსტინქტებში გავდივართ აქ სიამდვილეში და ცოტა უფრო ადამიანური სულიერი მხარე თუ შემოდის ჩვენში. აქ უკვე გრძნობები შემოდის, ფსიქოლოგია შემოდის, რელიგია შემოდის და არა ის დოგმატური რელიგია ხარ, რასაც ზოგადად ეგზოთერული რელიგიები გულისხმობს, ხო? ეზოთერული რელიგია, ეზოთერული ცნობიერება და უფრო ფსიქოლოგიასთანაც არის ძალიან ღრმა კავშირში, ღრმა დაფარულ
შინაგან სამყაროზე. იგივე სიტყვებით ამბობს, ოღონდ ფსიქოლოგია ხოგენებით კიდე ასე ღრმა სტრუქტურებში არ მიდის. თუმცა, აი ამ ყველაფრის გამოსავალი მაინც არის ის, რომ როდესაც მაგალითად რაღაც ტოქსიკურ სიტუაციაში ვართ, ახლა კარმას ახასიათებს განმეორებითი მოვლენები ცხოვრებაში, ერთი და იგივე პარტნიორი, ერთი და იგივე კატეგორიის, ერთი და იგივე სიტუაცია მშობელთან, რაც არ უნდა გავაკეთო, ერთი და იგივე ბრუნდება. კარმას ცოტა ესოთერული კუთხით თუ შევხედავთ, აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ, სანამ გაკვეთილი არ არის მიღებული, იქამდე ის იტრიალებს. გაკვეთილი რა არის? როდესაც მე ვხვდები, რის გამო არის ეს გაკვეთილი ჩემთან და ყველაზე მტკივნეული გაკვეთილი არის ზუსტად ეს. მაგალითად, მე თუ მაქვს შინაგანად რომ მიჭირს გამომშვიდობება რაღაცასთან, სულ ისეთ სიტუაცია უნდა დამემართოს, რომ სულ გამომშვიდობება მიჭირდეს. ანუ სულ დანაკარგის ემოციაში უნდა ვიყო. სანამ ეს დანაკარგი ნელა არ გახდება ნაკლებად მტკივნეული. ხა ეს ხო ძალიან მძიმე არის სინამდვილეში, ხო? ამიტომ აი ეს რო არ გვინდა ეს გაკვეთილი მივიღოთ, იმიტომ რომ გაკვეთილი ნიშნავს რომ რაღაც მიჯაჭვულობა უნდა გაუშვათ. მიჯაჭვულობა ის მიჯაჭვულობა არა, მიჯაჭვულობა იყოს ახლა, თუ მიჯაჭვულობას გაუშვებ, მაშინ მე შემოდის აქ ეგზისტენციალური კრიზისი, რისთვის ვარ? მე რაც მინდა და ყველაზე მეტად ის არ მაქვს. და ამ ტკივილის მიღება რო არ გვინდა, აი მან დირთვება ხოლმე როგორც წესი, აი ეს მიჯაჭვულობა კიდევ უფრო ძლიერად. ანუ სამყარო მარტყამს, რომ გაუშვი, მეუბნება, სადესაც ის პერიოდში წყევლების მიღებით, იქ სხვადასხვა რაღაცეებით და ნუ მე ვერ ხვდები, ამასთან არ მინდა. არაცნობიერ დონეზე მე არ მინდა, თორე ძალიან კარგად მივხვდებოდი რომ მინდოდეს. არ ვარ ახლა ამისთვის მზად, ესე რომ ვთქვა. და ეს მზად ყოფნა შეიძლება სამყარო გეუბნება, კაი 10 ინკარნაცია დაგჭირდება, ოკეი, დაგელოდები 10 ინკარნაცია, არსად არ გვიჩქარება. იქამდე გაივლი ერთი და იგივე სანამ არ მიხვდები, რომ ეს უნდა გაუშვა ხელიდან. აი, ლილიტის მიჯაჭვულობებზე როცა ვახსენებ, ხოლმე როგორც წესი ეს სტრუქტურა არის, ეს მიჯაჭვულობა. არის ლილიტის მიჯაჭვულობაში ორი დონე, ასევე ხო გეუბნებს, სამი დონეა, მაგრამ ორი დონე ყველაზე აქტიური რა. როდესაც მე იმ ხელ აგრესიაში ვარ, რა არა, ამას არ გავუშვებ ხელიდან, რომ ჩემ თავსაც ვავნებ და სხვებსაც ვნებ. აქედან მოდის ძალიან ბევრი რამ, მაგალითად ადიქციები მოდის აქედან, აი ამ ორ დონეზე სიტყვას, ყველას გვაქვს რაღაცაზე ადიქცია, ახლა ყველას გვაქვს რაღაცაზე გაჭედვა, ხო, ბუნებრივი არის. მაგრამ ცოტა ფორმებსაც გააჩნია, ხო? კლასიკურ ადიქციებს გულისხმობ, მაგალითად, ნარკოტიკებზე, ან სასმელზე მიჯაჭვულობა, მაგალითად, ან ნარკოტიკული მიჯაჭვულობა შეიძლება პირად ურთიერთობაზეც იყოს, ხო, ლამის. ანუ რო შეხედავთ, ძალიან გავს შეიძლება ერთმანეთს სიტყვას. აი ესეთი მიჯაჭვულობები, ეს არის ბრაზი, შიდა აგრესია, რომ მე არ მინდა გავაცნობიერო, რომ რაღაცა უნდა გავუშვა ხელიდან. გაშვება ხელიდან სიამოვნებაში გვეუბნება, რომ შენ უნდა შეიცვალო. და გაუშვა ხელიდან იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს არ გექნება და გაუშვი. არა, ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა შეიცვალო, შენ უნდა განვითარდე, რის გამოც მიეჯაჭვი ამ ყველაფერს. ანუ განა პრობლემა არის, რომ ის რაზეც გაგმიჯაჭვულობა ის არ იყოს შენთან. ფოკუსი აქ ეს მიჯაჭვულობა არის, ფოკუსი არის რის გამოც მივეჯაჭვე. აი ის უნდა მოვაგვარო, ის უნდა განვავითარო ჩემში, ის პრობლემები უნდა დავძლიო. და დაძლევა ზოგჯერ არის რომ ახლა მეც მქონია ესეთი მომენტი რომ ხედავ ჩემს აი ამ დარგ მხარეს და ვამბობ რომ მე ხედავ რის გამო მაქვს ეს ხედავ რა მაგასასწორებელი ოღონდ მე ძალიან მიჭირს ამის გაკეთება ესეც მნიშვნელოვანი არის ამის დანახვაც უკვე ძალიან დიდ გადადგმულ ნაბიჯს გულისხმობს იმიტომ რომ უკვე სადღაც თვით როგორი რაღაცა მოხდა აი სულის გაღვიძებასაც ვეძახი ხოლმე ამ პროცესს, ახლა ჩემთან როცა თერაპიულად მოდიან ხოლმე ცოტა ხმა ისეთ თერაპიულ პროცესში თუ შევდივართ, აი ადამიანს აქვს თან დიდი ტკივილი, აი სულ მეც მქონია იქ თერაპიულ პროცესში, თან ძალიან დიდი ტკივილი შეხვედრა, რომ გავჩერდი და დავინახე. მანამდე თითქოს აი ციყვის ბორბალში ვტრიალებდი ნევროტულად, რომ აი მინდა ეს მინდა ძალიან და მორჩა, ვერც ვხედავ, ან გავბივარ სადღაც ვეძებ ამ ყველაფერს. არის თან ტკივილი, რომ მე დავინახე ეს ყველაფერი, თან არის გაცნობიერება იმის, რომ მე სადღაც თავისუფლებასაც ვგრძნობ. ანუ აი ხლა მივხვდით რომ მე როგორ დაუხრილვა, როგორ დავიღალე აი ამ რბოლაში. და ორი ემოცია ერთად არის, თან
ცოტა დასვენება და ცოტა მოდუნება თან ტკივილი. აი ეს არის ხოლმე უკვე ის გარდამტეხი წერტილი, რის შედეგადაც ჩვენ აი ამ ღრმა წყლებიდან ნენელა ამოტივტივებას დავიწყებთ აუცილებლად. ეს არის უკვე ვარდნის შეჩერება და ნენელა ამოსვლის დაწყების წერტილი, გადაკვეთის წერტილი. ეს სხვათა შორის კარმალ ასტროლოგიას შეუძლია მხოლოდ, იმიტომ რომ იქ პროცესში ძალიან კარგად ხედავთ ზუსტად აი ამ წერტილს. რასაც თერაპევტია ვერ ხედავს, თვითონ თერაპევტებიც კი აი ამ ჯაჭვში არიან ხოლმე. მე რასაც უყურებ და აი მე რასაც ვასწავლე ასტროლოგიას, ხო, ჩემი მიზანი ეს არის ეს დაინახონ. თავარი წერტილი თვითონაც თერაპეუტ პროცესში ახლა წინა ჯგუფიც, როგორც კი დავიწყეთ, თეორიული ახსნა, გადავედი რუკაზე და ეგრევე ლილიტურ ენერგიაზე წავიდა თერაპიული პროცესი და ჩემთვის ეს რატო არის მნიშვნელოვანი? მეც ხო გავდიოდი ამ პროცესს სულ და მათთან ერთად სულ გავდივარ თან ამ პროცესს. ხო, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ასტროლოგია აიღოს თერაპიული ესეთი ხელში უნარები. ანუ ასტროლოგიას აქვს უდიდესი უნარი გახდეს თერაპიული ძალიან. და თერაპიულ პრაქტიკას თუ ჩავრთავთ ზუსტად ყველაზე მთავარზე დაჭერით და არა მივედმოვედოთ იქ თერაპიაზე რო წლები დავდივართ და მივედმოვედებით ყველაფერს მნიშვნელოვანის გარდა, აი ამაში დრო არ დავკარგოთ და პირდაპირ გავიდეთ ყველაზე მთავარზე. ამის რესურსი ასტროლოგიას ნამდვილად აქვს. და აი ეს კარმული სტრუქტურები ახლა რაც მე თქვენ მოგიყევით, ეს ყველაფერი ჩანს ფართოდ რუკაში. ოღონდ აქაც ადამიანზე არის ხო განები დამოკიდებული, ხედავს ამას, აქ უნარები ამის დანახვის, არა აქვს უნარები, არის მზად, არ არის მზად. ეს აქ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიცამთ, ხო? თუ არის მზაობა, შეუძლია ბოლომდე წავიდეს ადამიანი ამ წერტილში მივიდეს და ამოყვინთოს, რასაც ქვია. თუ არ არის მზად, რიგითი კონსულტაცია შეიძლება იყოს. და კი, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს გაიგებს, მაგრამ არ იქნება ის გაღვიძება, რაც შეუძლია მაგალითად უკვე კარმულ ასტროლოგიას, ხო? შესაბამისად, კარმა მეგობრებო, გაცილებით მეტ გაცნობიერებას მოითხოვს, მეტ ცვლილებას მოითხოვს ჩვენში, თუმცა ამასაც აქვს თავისი ეტაპები. ამიტომ ეს არ არის კარმა უბრალოდ მიზეზ შედეგობრივი კავშირი, რაც დავაშავე, იმას ვიღებ. ეს ძალიან პრიმიტიული შეხედულება არის. აი რატო დავაშავე, საიდან დაიწყო სულის მოგზაურობა, რა პოტენციალი დევს ჩემში, რაში მეხმარება ეს კარმა და შემდგომში ეს კარმა მე თვითონ რო ვარ, აი აქ არის მთავარი იმპულსი. არის წერტილი, სადაც საერთოდ არც დედა არის, არც მამა არის, არავინ არ არსებობს ამ წერტილში, მხოლოდ პროექციები არის. მე ვარ თავად, რომელიც ვაპროეცირებ გარემოზე ჩემ თავს, ქვეცნობიერს, ხო? ღრმა არაცნობიერ სტრუქტურებს, ვისაც აქვს ღრმა წვდომა საკუთარ მესთან, კარგად გაცნობის უნარი, ხო? ეხლა აი ხო გეუბნებით სელენა მყავს ვერცხლში. ვერცხლი არის მე ენერგია, ესე რომ ვთქვა. თუ რამე კარგად გამომევიდა, მივხვდი რომ აი შემიძლია ძალიან კარგად ჩავყვინთო ჩემ თავში. მე არ ვიცი სხვები როგორები არის. მე ვცდილობ ხოლმე მათთან ერთად გავიარო, აბა შენში რა ხდება. მაგრამ მე შემიძლია გავიგო ჩემში რა ხდება. აი ამაში ძალიან კარგად შემიძლია რომ გავერკვე ჩემ პირად ენერგიას გიყვებით და აქედანაც მოდის ხოლმე შინაგანი რაღაცა ღირძი, რომ მე ვიცი როგორი ვარ და თუ არ ვიცი, მე ვიცი რომ ამას გავარკვევ. და აი ეს იმპულსი მაგალითად, ხო, რომ ჩავედი, გავარკვიე, კიდე ვიცი რომ ბევრ ამას გავარკვევ წინ და კიდე ვიცი რომ ბევრი რამ აქვს სასწავლი. აი მას მე ვაზიარებ ხოლმე. იქნებ თქვენს დაგეხმაროთ, იმიტომ რომ მე ძალიან დამეხმარა. მე დამეხმარა კი არა, მოდი ესე ვთქვათ, ცოტა ესე რო გითხრათ, აი ესეთი განცდა მაქვს, რომ ფაქტურად რა როგორ გადმოვცე, როგორ აგიხსნათ. აი საკუთარ თავს რო იპოვი კიდე უფრო სიღრმისეულად. და საკუთარი თავის პოვნა თუნდაც იმაში არ ნიშნავს, რომ ძლიერი იპოვე. პირიქით შეიძლება იპოვო სუსტი, პირიქით შეიძლება იპოვო ძალიან სერიოზული პრობლემებით და დაინახო მთელი სურათი ისე ფართოდ, მაგრამ იმას ხედავ რომ ყველა ესე ვართ. ანუ არავინ არა ვართ ერთმანეთზე ან მეტი ან ნაკლები, ყველა მანდა ვართ, ხო? ერთნაფში ვართ ყველა. და ყველაზე დიდი რაც შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის ერთმანეთის დახმარება. ეხლა ისევ ამ დახმარებაზე გადავდივარ, მაგრამ აქ უნდა იყოს სწორი დახმარება. რომ ვისაც უნდა თვითონ დაეხმარება თავის თავს, ვისაც არ უნდა ის არ დაეხმარება, იმას არც უნდა დაეხმარო, ხო? ეს თქვენს გაიაზრეთ, იმიტომ რომ ეს საზღვრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თურმე საკუთარ ტყავზე ვიცი ეს რაც არის, ამიტომ
გირჩევთ თქვენც ხო ამას დააკვირდეთ ძალიან კარგად. ეს მინდოდა მეთქვა ამ თემას კიდე აუცილებლად მომდევნო ვიდეოებში სავარაუდოდ გავაგრძელებ, იმიტომ რომ უწურავი თემა არის. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო, იმედია რაღაც ახალიც გაიგეთ, თუ რამე გაქვთ ხოლმე გასაზიარებელი გელოდებით კომენტარებში, ველოდებით თქვენს გაზიარებას და მომავალ შეხვედრამდე. დროებით.